სალამი მეგობრებო, როგორ ხართ? კომენტარებში რომ მიწერთ, რომ წინ გადაიღეო გზაო, შენ რა გამოსაჩენი ხარო და გზა გვაჩვენეო რა. აჰა, მეგობრებო, ოღონდ მეც გამოვჩნდები რა. ერთხელ. ორი წამიც. ერთხელაც. ერთიც დოსო. ერთიც. კაი ხო. დღეს არის 8 მარტი. დღეს არის 8 მარტი. 8 მარტი არა, 3 მარტი. დღეს არის 3 მარტი. გილო. დღეს არის 3 მარტი. გილოცავთ. გოგოებს ხომ იყურებთ, ვინც უკვე დედები ხართ, ბედნიერი დედები გამყოფოთ ღმერთმა, ვინც ჯერ არ ხართ, თავის დროზე გაიგებთ მაგ დიდ ბედნიერებას. გამოცდილი დედასავით რატო ლაპარაკობ, არ ვიცი, მაგრამ მაინც. ხო, და ბიჭები ვინც მიყურებთ, თქვენს გილოცავთ დედის დღეს. ნუ დღევანდელ დღეს გილოცავთ ყველას. ეხლა მივდივარ საწვავი რო ჩავასხა და სოკარზე შევივლი საწვავის აუზი რო გავავს. ხო, მართლა დასავლეთ საქართველოში მომხდარი სტიქიების გამო ძალიან ცუდი ამბავია, რომ ამდენი ხალხი არის გამოკეტილი და ვერ ახერხებენ თოლთან ბრძოლას, ასე ვთქვათ, და ძალიან ბევრმა მოხალისე მიიღო მონაწილეობა, ძალიან მაგარია, ძალიან დასაფასებელია, მადლობას ვუხდი ყველას. Off-road Club Georgia-მ ჯიპებით წავიდნენ, რომ პროდუქტები მიაწოდონ და სხვათა შორის აბა თუ გამოიცნობთ, ვინ რომელი კომპანია დაუდგა Off-road Club Georgia-ს გვერდში, დიახ, სწორედ სოკარი და მეც ეხლა სოკართან მივდივარ, სოკარზე მივდივარ საწვავის ჩასასხმელად. ხო, მართლა მე და სოკარი დავმეგობრდით და ძალიან საინტერესო და კარგი გეგმები გვაქვს სამომავლოდ და თვალი ადევნეთ ჩემს ვიდეოებს, გამოიწერეთ, არხი ბევრი აკომენტარეთ და ძალიან მალე კარგ გათამაშებას შემოგთავაზებთ. ამასობაში მივედი სოკართან, ეხლა ჩავასხათ საწვავი და გავიდეთ საკატაოდ. პომ. ეხლა ვარ სოკარის ბენზინგასამართ სადგურზე, წეღან მოვედი საწვავის ჩასასხმელად და ასე ვთქვათ, დავსაჩუქრდი პატარა ყვავილებით დღევანდელ დღესთან დაკავშირებით, რადგან დედის დღეა და მომილოცეს, რომ ჩემს დედიკოსაც გადავცეს ლამაზი ყვავილები და ყველა ვინც დღეს მოვა და სოკარის ბენზინგასამართ სადგურზე ჩაასხავს საწვავს, ყველა ასე დასაჩუქრდებაო და ძალიან გამიხარდა და ეხლა უცებ ვიფიქრე ესეთი რაღაც, რომ მეც ხوار შეუერთდე სოკარის ესეთ წამოწყებას. გავივლი ახლა მოტოციკლით, ვიყიდი პატარა თაიგულებს, ენზელებს, იებს და გზაში სიარულის დროს ავტომობილებში მანდილოსნებს მივაწვდი და მიულოცავ დღევანდელ დღეს. მე მგონი ძალიან კაი წამოწყება იქნება. ზოგადად ვინც დიდი ხანია უყურებთ ჩემს ვიდეოებს, იცით რომ ისედაც სოკარის ბენზინგასამართ სადგურს ვიყენებდი ხოლმე ხშირად, სოკარზე ვასხავდი საწვავს და ესეთი კომპანია რო ხდება შენი სპონსორი, ეგ 10 მაგად უფრო სასიამოვნოა. რაც შეეხება ყვავილებს, აი ესე გამოიყურება, ძალიან ლამაზი და საყვარლობაა. მაგრამ მოტოციკლით როგორ წავიღო, ჯერ არ ვიცი. მოკლედ ისეთი სასიამოვნო მომენტი იყო, ეხლა რო უყურებდი, ყვავილებს ჩუქნიდნენ, როგორ დადებითი ემოციები იყო, რომ მეც მინდა შევუერთდე სოკარის ამ ამბებს და ეხლა წავალ, ვიყიდი ყვავილებს და დაურიგებ მანდილოსნებს, გავახარებ, ცოტას გავამხიარულებ. წავედი. უი, დამოვიწყდა, მე რასაყურებელი ვარ, გზას უყუროთ. ეხლა მივიდეთ, შევიძინოთ ყვავილები და შუქნიშნებზე დაურიგოთ მანდილოსნებს და ვნახოთ როგორი ემოციები ექნებათ. მე ძალიან მაინტერესებს. გავჩერდები, ეხლა უცებ ვიყიდი და მოვედი.
ვიყიდე, ჯიბეში ჩავილაგე. იმედია მარტივი ამოსაღები იქნება. ნახოთ ახლა. წავედით. გავახაროთ მანდილოსნები, მიულოცოთ დღევანდელი დღე. იმედია ჯიბიდან არ დამიცვიდება ეს ყვავილები. პირველად ესე ბაიკით დავარიგე შოკოლადები ახალი წლის პერიოდში და თავიდან ძალიან ისე მორცხვად ვიყავი რა. მიუყენებდი მანქანას, რაღაც უნდა მიმეწოდებინა, წავიდოდი, მივიყენებდი, წავიდოდი და ესე გრძელდებოდა დაახლოებით 9:40 წუთის განმავლობაში. მართლა ჯიბეში მქონდა კანფეტები, შოკოლადები ძალიან ბევრი და ვერ მივდიოდი რომ იმ ეტაპამდე რომ მიმეცა და მიმელოცა ახალი წელი. მერე პირველი ნაბიჯი რო გადავდგი და რო დავინახე როგორ ეს სიამოვნა, წარმოიდგინეთ, ეხლა მანქანით მიდიხართ საცობში რაღაც დაღლილი და უცებ მოტოციკლეტი მოგიდგებათ გვერდით და რაღაც შოკოლადს ან რაღაცას გჩუქნით. ნუ ძალიან სასიამოვნო შეგრძნებაა ხო და ეს შეგრძნებები რო დავინახე და ეს ემოციები იმდენად მესიამოვნოა რომ მე როგორ ყველასთან თამამად მივდიოდი, გოგო, ბიჭი, დიდი, პატარა, ყველას ურიგებდი შოკოლადებს და მასთან ერთად მეც ძალიან ბედნიერი ვიყავი და ძალიან მიხაროდა. ეხლა ვნახოთ ვინ იქნება პირველი ადამიანი, ვისაც მივაწვდით ყვავილებს. ეხლა მჭირდება შუქნიშანი, რომ შუქნიშანზე ავტომობილები რო გაჩერდებიან, მე მივიდე და დაურიგო ყვავილები, მაგრამ მაინც და მაინც ეხლა არის ყველგან მწვანე ანთებული. ვაკეში წამოვედი ეხლა, რადგან ჭავჭავაძეზე სულ დატვირთული მოძრაობაა. და ბევრი შუქნიშანია და ალბათობაც იმისა, რომ ბევრი ავტომობილი იქნება გაჩერებული, დიდია. მაგრამ ეს ჯიბეში აქ ჩაწყობა რაღაც ძალიან არ მომწონს, ეგიდია, იმიტომ რომ შეიძლება დავკარგო. ასე რომ მინდა სადმე გადავიტანო და იქნებ რამე მოვიფიქრო. მაგრამ სად გადავიტანო? წარმოდგენა არ მაქვს ჯერჯერობით. აი ეხლა წითელზე გაჩერდა თეთრი ავტომობილი. ნახოთ ვინ ზის საჭესთან და თუ მანდილოსანი იქნება, პირველ საჩუქარსაც ის მიიღებს. კი ბატონო. მაპატიეთ გილოცავთ დედის დღეს. შევაშინე, ძალიან შევაშინე. ვაიმე, გული გაუსკდა რომ მიუკაკუნე პანჯარაზე. ესეთი არც ყვავილი უნდა და მე მგონი იმაზე არც არაფერი. კიდევ კაი თავში არ ჩამარტყა რამე. ვაიმე, როგორ შეეშინდა. ძალიან განვიცადე ეხლა რომ რაღაც მინდოდა გამეხარებინა ადამიანი და გული გაუხედი. ნახოთ შემდეგ თან იქნებ ცოტა ფრთხილად გავაგებინო რომ ისიც არ შევაშინო. ბედი არ გინდა, ყველგან მწვანეანთია. თელ ჭავჭავაძეზე ეხლა სულ ყველგან მწვანეანთია, წირო ვიყურები და თან ხო იცით ერთხელ რომ წითელი შეგხვდება, მერე სულ წითელი გიწევს. თუ მწვანე შეგხვდა, სულ მწვანე. სულ მწვანე არ გიწევს ხოლმე სამწუხაროდ. პირველი შემთხვევა ჩემი ცხოვრების ისტორიაში მე მგონი რომ ნატურალობ წითელი აინთოს. მოვიწყინე ამასობაში. გილოცავ დღევანდელ დღეს. უკვე მეორე ადამიანი გავახარეთ. წავედით მესამე ვნახოთ. რომ ეჩქარებოდეს ამდენი მწვანე ხო არ შემხვდებოდა შუქნიშანზე. აი წითელიანთია. გამთავარია ვნახოთ ვინმე.
ამასობაში უკვე წვანე აინთო სანამ მოვედი და ვინმე ვნახე რომ გადამეც გილოცავთ დღევანდელ დღეს უკვე სამი გავამზადოთ შემდეგი პატარა ყვავილებია, მაგრამ დიდი გულით არის გადაცემული, მეგობრებო, ისე არ გეგონოთ თქვენ რომ რაღაცა უბრალოდ დითაიგულს ფიზიკურად ვერ წამოვიღებდი. ეს პატარა ყვავილები ძლივს მიწყვია ჯიბეში და წარმოგიდგენთ, ეხლა დიდი თაიგულები რომ მქონდა, ეს მე რო არ ჩანვარ და სულ ყვავილები რო ერგო. ანუ ეხლა ჩემ წინ მიდის ორი ავტომობილი. ორივეში ორი მანდილოსანია. ორ თაიგულს გადავცემდი და გავახარებდი, მაგრამ ვერ ჩერდებით, ყველგან მწვანეა. ვიტყვა თბილისში საცობებიაო, მანქანა ვერ გავაჩერეთ. მივედით, გავჩერდით. გილოცავთ დღევანდელ დღეს მრავალს და ეს არით. არაფერს. გამარჯობა, გილოცავთ. არაფერს. აჰა, წითელზე მივედი, როგორც იქნა, მეთქი კიდე დავარიგებ თქო და პატრულმა წადიო. ადროს გაჩერებაო. გილოცავთ დღევანდელ დღეს. გილოცავთ დღევანდელ დღეს. არაფერს. უკვე საკმაოდ ბევრი ადამიანი გავახარე მე მგონი და ეს მომღიმარი სახე რაღაცნაირი გავკურვებული და მერე ბედნიერი ემოციები ძალიან სიამოვნებს და ძალიან კარგი შეგრძნება მოკლედ რა. აი სულ პატარა წვრილმანით როგორ შეიძლება ადამიანის გაბედნიერება და გახარება ძალიან მცირე რაღაც შეგვიძლია გავაკეთოთ იმისთვის რომ ერთმანეთი გავახაროთ. და ვფიქრობ რომ არ არის აუცილებელი ეს იყოს მაინც და მაინც 3 მარტი ან 8 მარტი ნებისმიერ დღეს შეგვიძლია ერთმანეთი გავახაროთ რაღაცით. არც ის არის აუცილებელი რომ მაინც და მაინც რაღაც საჩუქარი ვაჩუქოთ, ყვავილები ვაჩუქოთ. უბრალოდ თბილად რომ შეხედავ ადამიანს გაუღიმებ, ეგაც ჩემზე ძალიან დადებითად მოქმედებს. რავი, ეს ემოციები საქართველოში არ ვიცი რა გვჭირს, რატო ვართ სულ ესე თითქოს ყველა ნერვებზე ვართ მოშლილი, ყველა გაბრაზებულები ვართ, აგრესიულები ვართ, არავის არაფერს პატიობთ. ძალიან ცუდი დამოკიდებულება გვაქვს ერთმანეთთან. ერთმანეთი მხოლოდ მაშინ გვიყვარს და გვიხარია, როდესაც რაღაც ისეთი მნიშვნელოვანი ხდება. აი მაგალითად საქართველოს ნაკრები რომ ფეხბურთში იგებდა, რომელიმე ქართველი სპორტსმენი რომელიმე სპორტში იმარჯვებდა, ყველა ქართველი ერთად გავდიოდით, ერთმანეთს ულოცავდით, ყველა ერთმანეთს პატივს ვცემდით, ერთმანეთი გვიყვარდა. მაგრამ მეორე დღე თენდება და ისე უკვე რა ბიჭო და რაღაცა ერთმანეთს უძაბავთ რაღაც სისულელების გამო და ძალიან ცუდი დამოკიდებულება გვაქვს რა ერთმანეთთან. გვიყვარდეს მეგობრებო ერთმანეთი, პატივი ვცეთ ერთმანეთს და ვიყოთ ბედნიერები. მოკლედ ასე გავიდა დღევანდელი დღე. მიულოცე ბევრ ადამიანს, ბევრს რა რამდენსაც შევძელი და ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს. დავაფასოთ ჩვენი დედიკოები, იმიტომ რომ ძალიან მაგარი ადამიანები არიან და პატივი ვცეთ მათ. ეხლა კი დაგემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე. წასვლამდე კი გეტყვით რომ ახალი პროექტი იგეგმება, სტუდია კეთდება, სადაც ჩემი საკუთარი სტუდია მექნება და აი მაგაზე ბევრს არ ვილაპარაკებ, მოკლედ ძალიან მალე ნახავთ თქვენი თვალით როგორი რაღაც კეთდება. ამაში კი გახსოვთ რომ თქვენი აქტიურობა დამჭირდება და იაქტიურეთ, გამოიწერეთ არხი და დააკომენტარეთ აუცილებლად
მითხარით მოგეწონათ თუ არა დღევანდელი ვიდეო. აბა, დროებით.